საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ გადაცემაში ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ როგორც საქართველოში, ასევე სოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას. თქვენ წარმოედგინეთ და აი ჩვენ გადაცემიდან ხდება სწორედ იმ მდგომარეობების და იმ პოლიტიკური სიტუაციების შეფასება, რაც დღეს მთელ სოფლიოში ტრიალებს, ხო? არა თუ მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. ის რაც დღეს ხდება, ეხლა თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა, არაერთხელ გაუჟღერებია აქ ჩვენს ექსპერტებს, პირადად მე და ამავდროულად ბატონ ჯუმბერისაც მრავალჯერ უთქვია, სწორედ იმ მდგომარეობის და იმ პოლიტიკურ მიმდინარე ამიდების შესახებ, რაც დღეს მიმდინარეობს სოფლიოში, ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ მოხდა შეხვედრა მოხდა უკვე ტრამპისა და ზელენსკის და ამ შეხვედრის ეს შედეგები და თვითონ მიმდინარე მოვლენების შეხვედრის თელმა მსოფლიო მიიხილა და სხვადასხვა ესე იგი შეფასებები მოაყოლეს სხვადასხვა ესე იგი რა ვიცი ზოგი Facebook გვერდზე რას წერდა და რას თავისებურად ესე იგი როგორც აწყობდათ ისე აკეთებდნენ შეფასებებს მაგრამ რეალურად სინამდვილეში ტრამპმა გააკეთა სულა ისეთი სულა გააკეთა რომ ჯერ ამ სულას ბევრი ვერსია აფასებს და ბევრი დღეს ვერ დადებს სწორედ აი იმ დასკვნებს რა დასკვნების საფუძველზე ტრამპმა იმოქმედა მაგრამ ამის შესახებ ძალიან მალე ჩვენ შედეგიანად და უფრო სიღრმისეულად ვნახავთ რა იყო ეს და რატო იყო გადადგმული ეს ნაბიჯები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და რატომ ესე იგი ზელენსკი მიმოქმედა და რატომ ჩაედინა ესეთი მსგავსი საქციელები რომელიც მან ჩაედინა ოვალურ კაბინეტში თქვენ ჩვენ ამ თემებთან საკავშირებით ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე ბატონო ჯუმბერ მოგესალმებით მადლობა რომ მობრძანით ჩვენთან სტუდიაში და ეხლა რამოდენიმე ხნის უკან ვიყავით ჩვენთან სტუმრად და სწორედ იმ გადაცემაში რაღაც გარკვეული ფრაზები გააჟღერეთ აი ამ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რაც ეხლა დღეს ხდება და ეხლა იმას ვერ გეტყვით რომ წინასწარმეტყველი ხართ მაგრამ სწორი პოლიტიკური შეფასებების ესე იგი გაკეთების ალღო და ის გაგაგჩნიათ ბატონო ჯუმბერ და ამიტომ არის რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით რა საკითხების დღეს მიმდინარეობს არა თუ მარტო საქართველოში მთელ სოფლიოში ჩვენთან ტელევიზიაში მოგეწიოთ ხშირად და შესაბამისად საინტერესო შეფასებები გაქვთ ბატონო ჯუმბერ დავიწყოთ იქიდან ტრამპის ზელენსკის შეხვედრა რა იყო ეს და რა დატვირთვა ჰქონდა ამას და შესაბამისად რატომ მოიქცა ასე ტრამპი და რატომ მოიქცა ზელენსკი ასე აი ხო ორივე მხარე რაღაც ისეთ იმით იქცეოდა რომ იქ დიპლომატიური ეს არ იყო შეხვედრას ვერ დავათქვი ამ დიპლომატიურ შეხვედრას ხო იმიტომ რომ ზელენსკი საერთოდ დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდნილი იყო მაგრამ ტრამპი პირდაპირ სიმართლეს ეუბნებოდა და ამბობდა რეალურად რა უნდოდა ზელენსკის და რა იყო მისი ინტერესი და ესაც თავაზობდა მაგრამ შევხედეთ ის და ვნახეთ ის რაც მოხდა და როგორ ამოპანღურებული წამოვიდა ზელენსკი თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მოგესალმებით ბატონო ტრისტან პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მიულოცოთ დღევანდელი დღე ყველა დედას არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და მინდა გისურვოთ რომ თქვენი შვილების ბედნიერები თქვენ ყოფილიყავით ყოველთვის ბედნიერი. ბატონო ტრისტან ეს რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა პარასკევს მინდა ვთქვა რომ სოფლიო პოლიტიკური ისტორიას არ ახსოვს. არც ომის დროს, არც მეორე მსოფლიო ომის დროს, არც ერთი ომის დროს ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში მე არც არ წამიკითხავს არც ერთ წიგნში არ წერია, არც ერთ მოგონება, არც ერთ პოლიტიკოს მოგონებებში არ უწერია თუ რაც მოხდა მაგალითად ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დროს. მოდი აქედან ავიღოთ, რომ ზელენსკის თვითონ იმ ჩაცმულობით ტრამპთან მისვლა იყო პირველი კრახი. როცა არაერთხელ ამერიკის პროტოკოლმა გააფრთხილა, რომ მას უნდა ჩაეცვა პინჯაკი, პერანგი, ხალხსუგი, ანუ ეს პროტოკოლით გაწერილია, როცა შეხვედრის ქვეყანა, როცა შენი მასპინძელი ქვეყანის პროტოკოლი წარმოგიდგენს პროტოკოლს, შენ უნდა შეასრულო ეს პროტოკოლი. ეს არის უბრალოდ იმ ქვეყნის პატივისცემა და ეს არის იმ ქვეყნის პრეზიდენტის და ხალხის მიერ პატივისცემა, რომ პროტოკოლი უნდა დაიცვას ყველამ ეს
არ აქვს მაგას მნიშვნელობა, შენ რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, ბუმბერაზი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პატარა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, რაღაცა ხარ, ეს არის გაწერილი პროტოკოლური სამსახურის მიერ, რომელიც ეს უნდა იყოს. ეს იყო პირველი მისი პატივცემულობა იმ ქვეყნის ხალხის მიმართ, იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ და იმ ქვეყნის მიმართ. კიდევაც უთხრეს. კი. მეორეც. ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ სამუშაო ჯგუფები, როცა პირველი პირები ხდებიან ხოლმე მანამდე სამუშაო ჯგუფები აკეთებენ მოთხრობილ სამუშაოებს, ისინი ყველა საკითხს გადიან ხოლმე და იმის შემდეგ ხდებიან პირველი პირები და უკვე საკითხები ყველაფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ და მხოლოდ პირველი პირები პრესის საინფორმაციო სამსახურებთან აკეთებენ კომენტარებს. ისიც ხშირ შემთხვევაში დაწერილია, რომ ვინმემ რაიმე არ გადაუხმოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე რა მოხდა? პირველი ის მოხდა, რომ ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ემთხვია ევროპელ ლიდერებს. აჰა. დღეს ევროპას განაგებს ომის პარტიის ლიდერები. ზელენსკი დააზომბირეს, პირდაპირ სული ამ სიტყვის მნიშვნელობით დააზომბირეს და მას მიუთითეს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კამერებს მიღმა ტრამპთან ურთიერთობაში. მაგრამ კამერები მივალ მაგამდის უდიშის მოხდა. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი? სოფლიო ნომერ პირველი ქვეყნის პრეზიდენტთან ანზომბირებენ ადამიანს და ეუბნებიან შენ ასე უნდა მოხმედო. ბუნებრივია, რომ ამერიკის დაზვერვა საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა ევროპელ ლიბერალისტულ ლიდერებთან და ამის შეხვედრაში რა თემები განეხილეს, რა დავალებები მიიღო ზელენსკი, მაგრამ ის ვერ გათვალისწინებს, რომ ტრამპი იმ ყველა ევროპელ ლიდერებთან რო ერთად შეაჯერო მათი ტვინი, იმათზე ძლიერია. არც ერთი დიპლომატიური შეხვედრა არ ყოფილა პირდაპირ ეთერში გადაცემული. დიახ. იქედან გამომდინარე, ტრამპა უკვე იცოდა რა მიზნით მიდიოდა ზელენსკი, რა განწყობით მიდიოდა ზელენსკი. იქიდან გამომდინარე, მათმა სამუშაო ჯგუფებმა ვერანაირად თანხმობას ვერ მიაღწიეს. ტრამპა გადაწყვიტა ეს შოუ დაავედგა. და ეს არ არის შოუ, ეს გააკეთა ტრამპმა იმისათვის, რომ სოფლიოს აჩვენა, ვის ეხმარება დღეს შენ. რომელ პრეზიდენტს ეხმარები და სოფლიოს აჩვენა, რომ უკრაინას მართავს არაადეკვატური ადამიანი. დიახ. სრული ამ სიტყვით მთელ სოფლიოს პირველ რიგში ამერიკელ ხალხს აჩვენა, დიახ. რომ მათი ამ ფულის გადამხდელი ხალხს აჩვენა, რომ თქვენი ფული ბაიდენმა არაადეკვატურ პრეზიდენტს აძლია. ეს ერთი. მეორეც. ეხლა უყურეთ. პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული ზელენსკი ორ ფრაზაში გაანადგურა მთელი სოფლიოს თვალწინ ტრამპმა. და როგორ? ტრამპმა უთხრა, მე არ მინდა რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყო. მე მინდა მშვიდობა. და შენ არ გინდა ეს მშვიდობა. შენ გინდა რომ მე მოვაწერო იმ ძვირად ღირებულ მასალებს ხელი მოვაწერო ხელშეკრულებაზე და ჩავერთო ბრძოლაში. მე ეს არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. სოფლიოს აჩვენა, რომ ნომერ პირველი სოფლიო ქვეყნის ლიდერს უნდა მშვიდობა და არ უნდა იმ ქვეყნის პრეზიდენტს მშვიდობა, რომელ ქვეყანაშიც უკვე სკოლის მოსწავლეებს იწვევენ საბრძოლო მოქმედებებში. რომელმა ქვეყანამაც მილიონამდე ადამიანი სამხედრო პიროვნება დაკარგა. მე არ გულისხმობ ამ ციფრებში იმ ხალხს, რომელიც უდანაშაული ხალხი დაიღუპა და ასე შემდეგ. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იხვეწებოდეს, რომ მერთო, ჩემო პატონო ლიდერებო, დამასრულებიეთ ეს ომი. კარგი, მე შევწდი ბაიდენის თქვით გავიარე თუ რაღაცა, შევწდი, მაგრამ ეხლა დროა დამასრულებიეთ, რომ ერი მეღუპება, ჩემი სახელმწიფოური მდგომარეობა ეჭვის ქვეშ დგას. ნაცლად თხოვნისა რომ დამასრულებიეთ ომი, ამ კაცმა პირდაპირ თქვა, არა, მე არ მინდა ომის დასრულება. ეს დაანახა ტრამპმა. ეს არის კარგად მოთამაშე კაცი. ტრამპი არის აი ბიზნესმენი, ბიზნესის თვალით უყურებს ყველაფერს. და კარგი ბიზნესმენი არის ყველა კარგი მოჭადრაკე.
კარგმა ბიზნესმენმა, კარგმა მოჭადრაკემ 6-7 სვლა უნდა იცოდეს დაფაზე, რომ რა როგორ მოხდება და ტრამპმა კარგად იცის შახმატი. არა მარტო გოლფს თამაშობს. ეხლა დავაკვირდოთ და შევხედოთ ერთ რაღაცას. როცა ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტრამპთან, როგორ უთმილებდა სიტუაციას, იქ გოლფი უხსენა, გაიღიმა და ასე შემდეგ და აქეს, ადიდეს დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტმაც და საფრანგეთის პრეზიდენტმაც. აქეს, ადიდეს ტრამპს და აი თითქოს წარმოაჩინეს სოფლიო მშვიდობის მამად და ასე შემდეგ და ასე და რა გააკეთა ტრამპმა? ზელენსკიმ. ზელენსკი პირველი დამარხა საკუთარი კარიერა. დღეს მე ფიქრობ, რომ ის არის თავის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არის უკვე და მეორედ დაღუპა უკრაინის როგორც სახელმწიფო. ეხლა დგას საკითხი ასე. უკრაინის სახელმწიფოებრობა დგას კითხვითი ნიშნის ქვეშ. ამაში ორი აზრი არ არსებობს. მით უმეტეს დღეს ამერიკის ერთ-ერთმა გენერალმა გამოვიდა თქვა მოქმედმა. უკრაინაში ამერიკიდან წასული დახმარებები ეს იყო უმეტესწილად ფულის გათეთრების საშუალება. არა მარტო ამერიკიდან, არამედ ევროპიდანაც რაც ფული მიდიოდა, ეს იყო ფულის გათეთრების სხემა. მოდი გავიხსენოთ გუშინდელი ილონ მასკის განცხადებები, ევროპას ჩვენ არ უყვარვართ და უნდა დავტოვოთ ნატოც და უნდა დავტოვოთ გაეროც. გამოდის დღეს უბრალოდ გუშინ ჩვენ დროი დღეს ამერიკის ფინანსთა მინისტრი და ამბობს, რომ ჩვენ არ დახმარებას არ მივცემთ ფინანსურს უკრაინას თუ არ ექნება იქ მშვიდობა. თვით ზელენსკის მხარდაჭერი კონგრესმენები დაუპირისპირდა. კი ბატონო. მთელი სამყარო დაუპირისპირდა ამას. და ეხლა რა მოხდა? გუშინ ეს ლიბერალისტები შეიკრიბნენ დიდ ბრიტანეთში იმსჯელეს ბევრი იმსჯელეს და ბოლოს მივიდნენ დასკვნა, რომ ამერიკელების გარშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვივაგზავნებთ. გააკეთეს განცხადებები იმის და ამ განცხადებებიდან წავიკითხე ერთი რამ. წავიკითხე ის, რომ ეხლა ევროპელებს ეშინიათ, რომ ტრამპი არ გავიდეს ევროპიდან, ამერიკა არ გავიდეს ევროპიდან, ეს ერთი. პირისპირად რუსეთთან. არ დარჩეს რუსეთთან. მეორეც წავიკითხე ის, რომ უბრალოდ როგორც ჩანს ისინი კარგად იცნობენ პრეზიდენტ ტრამპს და იციან, რომ ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად აღარ დაჯდება და მათი მეშვეობით უნდათ, რომ ტრამპთან განახორციელონ უკრაინის საკითხების მოგვარება. მაგრამ ისინი ცდებიან ერთ რაღაცაში. ის რომ ტრამპთან შეხვედრამდე შენ შეთქმულების თეორიას ახორციელებ ევროპის ტერიტორიაზე და მე უშვებ ამერიკაში. მე შეხვედრის შემდეგ რომ ასე წკრივში ჩაწყობილი რომ აკრიტიკებ ტრამპს ყველამ აბსოლუტურად. თავიდან ბოლოს. კაია კალასმა ისიც მოითხოვა რომ ეს უნდა აბსოლუტურად ხო. ეხლა უყურე გუში მოვისმინე რომ ევროკავშირის პრეზიდენტი თუ რაღაც ის არ შემდგარი მანდილოსანი ის როგორ გაიგებ ქალია თუ კაცი ურსულა ფონდერ ლაიენ ფაშისტების თავმომავალი ფაშისტების თავმომავალი ევროპის გადაიარაღება. ბატონო ტრისან, ეხლა ამ საკითხში მე თქვენ რომ ამას გეუბნებით, ცოტა უხერხულიც არის როგორც სამხედრო გენერალს. როგორ შეიძლება იმ ქვეყნებმა გადაიარაღება მოახდინონ, რომელსაც ენერგორესურსები აღარ აქვს. ენერგორესურსები 40 ტანკი ყავს ინგლისს. 40 ტანკი ყავს ინგლისს. რა სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს ევროპა? რა სამხედრო დახმარებასაც უწევდა ევროპა, მაგალითად უკრაინელებს, უწევდა ამერიკელების ზურგით, რომ თუ რაღაცა მოხდებოდა, ამერიკელები დაეხმარებოდნენ. დღეს ეს ყველაფერი დაკარგეს. და რო შევაჯამოთ ამ შეხვედრის ფინალზე რომ მივიდეთ, ეს არ იყო შეხვედრა, ეს იყო ზელენსკის გასვენება. მე ასე დავარქმევდი, ეს იყო პოლიტიკური გასვენება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ეგრეთ წოდებული შეხვედრა იყო ზელენსკის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი. მოდით ახლა ცოტა უკან გადავიწიოთ ჩვენ. აი სწორედ ზედ გამოჭრილი ვაშლი ვდგავს ერთმანეთს. პირველი, როდესაც მინსკის ფორმატი იყო.
მისქის ფორმატი ასე თუ ისე სიტუაციას აბალანსებდა, ხო? რაღაც გარკვეული დოზით. აბალანსებდა, მაგრამ იმდენი გააკეთეს ევროკავშირის ლიდერებმა ეს მისქის ფორმატი ჩაშალეს. და კიდევაც აღიარეს რომ სატყვა არ აიყო, რომ მე რა იყო თურქეთის ფორმატი? ხო, გეტყვით ახლა, სატყვა არ აიყო და ამიტომ ჩვენ დროის გაწევა გვინდოდა რომ მომზადებულიყავით სამხედრო ოპერაციებისთვისო. ანუ აქ აღიარეს უკვე რომ ისინი ემზადებოდნენ რუსეთის ნამდვილ სამხედრო ოპერაციებისთვის. შემდგომ, როდესაც რუსეთმა დაიწყო 2022 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციები, ამის სრული მოტივი ჰქონდა, მაგასაც მიზეზი ჰქონდა. იმიტომ რომ არაერთხელ იქნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან გაფრთხილებული ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ ესე იგი შეეწყვიტათ საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამავდროულად შეეწყვიტათ უკრაინის ესე იგი რომ ვიტყვი სამხედრო ქვედანაყოფების მომზადება და მისი აღჭურვა და ამავდროულად შეეწყვიტათ რუსეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ლაბორატორიების აშენება და მისი ესე იგი რომ ვიტყვი ფუნქციონირება. ეს არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მე ზუსტ ინფორმაციას გეუბნები, რადგან მე ეს ვიცი და სამხედრო კაცი ვარ და ამ მიმართულებით მე თვითონ უკრაინაში ბევრი მიმუშავნია და სიღრმისეულად ვარ ჩაწვდომილი. რუსეთმა იმიტომ დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, უკვე ამერიკელები იწყებდნენ დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებით რუსეთმა კი არ დაიწყო, რუსეთმა დაასრო. ამერიკელები იწყებდნენ უკვე დონეცკის, ლუგანსკის მიმართულებით სამხედრო მოქმედებებს, ამიტომ მან დაასრო. ეს პროსტორია ვიდრე შეეჭრა. დაასრო. იმისათვის რომ თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი აღმოსავლეთ უკრაინა არის რუსულენოვანი მოსახლეობა, ხო? და შესაბამისად ამ რუსულენოვანი არ მარტო რუსულენოვანი, მაგრამ რუსები არიან. რუსები არიან. შეიძლება რუსული კარგად იცოდე და ხო. ხო, რუსები არიან. სისხლით რუსები. ხო, რუსები არიან, სისხლით რუსები. ესენს რუსები არ არიან, კაცო, უკრაინელები, სლავიანები არიან, ორი. ხო, მაგრამ ბენდერებს თუ ავიღოთ ისინი. ბენდერებს არა. ხო, ნახეთ რა ხდება. ამიტომ ეხლა იძულებული გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომ ის რუსული მოსახლეობა დაეცვა. დაეცვა სწორედ იმ სამხედრო აგრესიიდან, რომელიც განეხორციელება ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით, ხო? და მით უმეტეს უკვე 2014 წლიდან უკვე მასიურად ხოცავდნენ ამ მიმართულებით რუსულ მოსახლეობას, ხო? კარგი. შემდგომ, როდესაც ეს ოპერაციები განხორციელდა და შეხედეს, რომ მართლაც უკვე რუსები უპირატესობაში არიან, ხო? და ბოლო მივიდნენ შეთანხმდნენ იმაზე, რომ თურქეთში დამსდარი იყვნენ ორივე მხარე და რაღაც გარკვეულ შეთანხმებაზე მისულიყვნენ, ხო, თურქეთში. და ეს ერდოღანმა აიღო თავის თავზე და ერდოღანს ახლა თავის ავაცხადე მას მისი ინტერესები აქვს და ეხლაც აქვს მისი ინტერესები და ეხლაც უნდა რომ რაღაცაირად ეს მომკვირილს. ხო, ნუ ახლა ინტერესები რა მხრივ ვიცი? ეხლა რაზე აქვს საუბარი? აქ არის ინტერესებზე საუბარი, ხო? აქ არის რაღაც ყველა სახელმწიფო რომელიც ერთვება ამ პროცესებში, ხო, ყველას თავის ინტერესები აქვს. თავის ინტერესების გარეშე, ხო? არავინ არ ერთვება ამ პროცესებში, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. აი თქვენ ახლა ინგლისი ახსენეთ, ხო? ბრიტანეთი ახსენეთ. რაღაც გარკვეული შეთანხმება მოხდა, ხო? და უნდა შემდგომი შეხვედრა უნდა შემდგარიყო იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ესე იგი შეთანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკვე, ხო? ამ შეხვედრას ვინც ესწრებოდა უკრაინის მხრიდან ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ეს გვარის დამავიწყდა იმისი არახამიაზე არ გეუბნები, არახამია ვიცი უკრაინელი ის მოკლეს პირდაპირ მოკლეს რა რამოდენიმე დღის შემდგომ მოკლეს ეს იყო ერთ-ერთი რადას დეპუტატი იყო მოკლეს და რაღაცა ცრუფრალდებების გამო მოკლეს და რუსეთში რო აფეთქეს. არა, აქ უკრაინაში მოქმედი იყო. ამ შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის მხრიდან და ის აბალანსებდა სიტუაციას. გვარი ამომივარდება, ამომივარდა თავი და შემდგომ უცებ მე-4 დღეს ჩდება ეს ისა გაბოძგული თვალდაუარცხნელი ბორის ჯონსონი. აი ბორის ჯონსონის გამოჩენამ უკვე დამარხა საერთოდ ეს შეხვედრები და ეს მთლიანად ეს მთელი შეთანხმებები, ხო? კიდევ რა მინდა ხა შესაძლებელი ვარ და თქვენ ახსენეთ დიდი ბრიტანეთი. აი დიდ ბრიტანეთში ხომარდებს ის ნაღმი, რომელი ნაღმით უნდა ააფეთქონ ზელენსკის ხელით და ესე იგი რომ ვიტყვი ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებებში კიდევ რაღაც გარკვეული ძალები იქნება ჩათრეული. ბატონო დრისა, რადგან ჩვენ უკან დავიხეთ, დიახ. მინდა გითხრა რომ ეს ომი 2014 წელს დასრულდებოდა. კი ბატონო, გეთანხმებით. ეს ომი 2014 წელს დასრულდებოდა და ამის შესახებ ქალბატონმა მერკელმაც აღიარა რომ პუტინ მაშინ მოატყუეს. თქვენს ხომაღლა განაცხადეს ვარ. ხო, მერკელმა პირდაპირ თქვა, მე ჩემი ყურით ჩვენ დრო გავწელეთ მეტი არა. ხო.
აქედან გამომდინარე პუტინმა ენდო მათ. პუტინმა ენდო ორჯერ. კი. ერთხელ ენდო პუტინმა ევროპელი ტერორისტი მაშინ როცა იანუკოვიჩთან ერთად ხელმოწერა ხელმოაწერეს და რაღაც 2 თუ 3 თვე იყო უნდა ჩატარებულიყო ახალ ვადამდელი არჩევნები იქ სადაც იანუკოვიჩი უკვე აღარ მიიღებდა მონაწილეობას და ხელმოწერიდან 6 საათში კაცი ჩამოაგდეს. და დახოცეს ეგ მაიდანზე. დახოცეს ხალხი და ასე შემდეგ. ეს ერთ და მეორეც იმის გაგრძელება ის იყო, როცა დონბასში უკვე ეს ყველაფერი მოხდა და რუსეთი გააქტიურდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მანამდე მინდა შეგახსენოთ რუსეთის პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება საკუთარი მოქალაქეების დაცვასა შეტაკებებით. ომის დაწყებამდე იყო, ომის მანამდე მეთქი. მანამდე, კი. და პუტინმა განაცხადა, რომ ტუალეტშიც კი დავიცავ მე ჩემს მოქალაქეს. კი. აქედან გამომდინარე ეს წინასწარ დღესაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაზვედკა ყავს რაზვედკა ქართულად ისა დაზვერვა ყავს რუსეთს ახლა სამხედრო დაზვერვა ხო ახლა ვინც კიდე იმან რა გამომედავა შემომედავს მაგრამ ეს ესეა სახელმწიფო ბერიას მიერ შეგვიძლია სხვათა ქართულის მიერ არ შეგვიძლია კი აქედან გამომდინარე 2014 წელს იმ დონბასთან მიმართებაშიც მოატყვეს რუსეთი აქ ახლა რას მოსვა მე ხაც ეხლა ნუ რა ვიცი ნუ ექნება იმედი რომ პუტინი მათ სიტყვას დაემდოს არა აღარ ემდო ეს არა გამორიცხულია ეგ დაუბრუნდეთ ეხლა თქვენს კითხვას და აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რაღაცა დიახ მე პირადად იმ დღეს წინა დღით აღარ მახსოვს რომელ გაზეთს მივეცი თუ რაღაცას მივეცი ინტერვიუ და განვაცხადე რომ ძალიან მალე ომი 23-ში ომი დაიწყება მეთქი არა 21-ში მეთქი 21 თებერვალს მეთქი თუ 22-ში რაღაცა 22-ში დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხო და იმ ჟურნალებს დაამერიკა და მითხრა ბატონო სად არისო და მე ვთხარი ჯერ 22 არ გათენებულა მეთქი და მთელი ღამე ველოდებოდი და გული მიგზნობდა მართლა მიგზნობდა პუტინი გამოვიდა და დაიწყო და მან რა თქვა იქ თუ ვინმეს არ ახსოვს მინდა რომ შევახსენო რომ 24-ში ამერიკელები აპირებდნენ უკრაინის სახელით თავს დასხმას რუსეთს და მე დავასწარე არ გავიმეორე სტალინის შეცდომა. პირდაპირ არ გავიმეორე სტალინის სტალინი არ ხსენ არ გავიმეორე ჩემამდე ხელისუფლების მიერ დაშოული შეცდომები ნუ არ სტალინი იგულისხმება იმიტომ რომ სტალინსაც არწმუნებდნენ რომ უნდა დაწყებულიყო მაგრამ მას არ ჯერავდა არ უნდა დაეჯერებია რაღაც არ ვიცი. იქ რა მოხდა არავინ არ იცის. აქედან გამომდინარე პუტინმა ეხლა ვიცი ახლა წავა ჩემზე ლანცვა არა ვარ არც რუსეთუ მე ვარ და არც არაფერი არა და არც უცგუნური არა ვარ იმდენი წიგნი ქართველი კაცი ხარ ვაჟკაცი კაცი პირდაპირ მე რეალობას ავსახ დიახ მე ვამბობ იმას რომ რუსეთმა დაასრულა კი დაასრულა მე აქვე მინდა ბატონო ტრისტან შეგახსენო მიუნხენში 2012 წელს პუტინმა პირდაპირ თხოვა შეხვედრაზე სამიწე თხოვა ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს რომ რუსეთს მოусმინეთ, ჩვენც მოგვისმინეთ, თქვენ ჩვენს მაგერ ნუწყვეტთ საკითხებს. პირდაპირ გამოვიდა 2 წლის პრეზიდენტი იყო უკვე 99-ში მოვიდა, თუ მე-3 წლის პრეზიდენტობის ვადა ჰქონდა, მე-3 წელი იყო პრეზიდენტი და გამოვიდა თქვა პირდაპირ თხოვა მიუხედავად რომ რუსეთსაც მოусმინეთ ხალხო, არა ხარ თქვენ ახლა ისეთი რომ რუსეთს არ მოусმინოთ. მაგრამ იმჟამად რუსეთი იყო ძალიან სუსტი. არავინ არაფერს არ უსმენთ. მაგრამ მან უთხრა თქვენ მოგიწევთ რუსეთზე ანგარიშის გაწევა და ის დროც დადგა. მოდი ასე ვთქვათ. მინსკის ხელშეკრულების დადების დროს პუტინმა კიდე დათმო. ბევრი რაღაცები დაუთმო. პუტინი თანახმა იყო დონბასზე და ლუგანსკზე. ხოლმე და უკრაინის მხარეს თანახმა იყო. მინდა გითხრათ, უკრაინის მხარეს თანახმა და ამ ყველაფრის შეჯამება უნდა მომხდარიყო სტამბოლში. როცა ჩავიდეს სტამბოლში, უკრაინის მხარეც ყველა უკვე მზად იყო ხელი უნდა მოეწერა. ინგლისიდან ზვანი ესა ზარი ბოლის ჯონსონის არცაც ხელა, არცანელა ჩაფრინდა და ხელი არ მოაწერია. თქვენ ახსენეთ რომ ინგლისში ხო არ არის? არა. ბაიდენი ინგლისის ხელით აკეთებდა ამ ყველას. ანუ ამერიკამ თლად არ უნდა რომ გამოეჩინა რომ ამ ინიციატორი იყო და ამ ყველაფერს აკეთებდა ჯონის მორსონის ხელით. ამერიკელებმა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაშალა
ბორის ჯონსონის ხელით ის თურქეთის მოლაპარაკება და აქედან გამომდინარე ის მოლაპარაკება დასრულებული უკრაინა აღარ დაკარგავდა ამ ტერიტორიას, არც ამდენი ხალხი დაიხოცებოდა და სამუდამოდ მშვიდობა დამყარდებოდა უკრაინაში იმ პატარა ტერიტორიებით, რაც უკვე აღებული ხონდა და სისხლით ხონდა აღებული ინფლაციის ხონდა. იმას არ დათმობდა, ის კარგად ესმოდა და ლუგანსკ და დონეცკის ტერიტორიებით მაყოფილდებოდა. მაგრამ ეხლა უკვე აღარ თქვენ რა გონიათ მარტო უკრაინაში იხოცება ხალხი? თუ დახოცილია მაგალითად უკრაინაში მილიონი, 9 მილიონი რუსეთში დახოცილია. იმ 9 მილიონის ოჯახის წევრებს პასუხი უნდა გააცე, ხო ეგრეა შენ? პუტინიო დიქტატორიო. კაცო ის დიქტატორია თუ ის იმ დიქტატორებსაც აქვს რაღაც ანგარიში საკუთარ ხალხის მიმართ და რაც არ გინდა ძლიერი დიქტატორი იყო საკუთარი ხალხის მიმართ ანგარიში როცა წარადგენ იმ ხალხთან უნდა იყო მართალი. ხალხის რისხვას ვერ გაუძლევ, ვერანაირი დიქტატორი ვერ გაუძლევს, კაცო. მოკლავ ერთ, ორს, მაგრამ ხუთ ვერ მოკლავ ერთად და ყველას ვერ დახო, თუ ყველა დახოცე, მაშინ ვიზი პრეზიდენტი ხარ, ხო? აქედან გამომდინარე, დღეს რუსეთის გაჩერება მართლაც ვამბობ. შეუძლია ერთადერთ კაც ტრამპს. და რატომ? ტრამპს ესმის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია. ტრამპს ესმის ის, რომ და მან იცის შიგნით რა ხდებოდა მისი პრეზიდენტობის არ ყოფნის დროს. მან იცის, რომ ბაიდენის შეცდომების შედეგია ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. რაც სოფლიოში დღეს ხდება, ეს არის ბაიდენის და დემოკრატიული პარტიის და ლიბერალების ლიბერალური სამყარო. ეს ომის პარტიის სოროსის მე მაგაზე დისპლეი და ომის პარტია ეს არის სოროსის ფრთა, რომელიც ესენი არ ვიცი, ალბათ ერთი დიდი გემი უნდა შექმნა, იქ უნდა მოათავსო ყველა გაიყონო და სადმე ოკეანეში ის უნდა ის რა არის ბატონო თქვენ ახლა მართალი ძვენით თუ ახლა ომის პარტიას თეიზი არის მართლაც ეს მთლიანად მთელი ამ ორგანიზატორი ამ ყველაფრის გაიგე და კარგად ახსენეთ თქვენ რომ საფრთხოდ ევროპას ისინი მართავენ ახლა ხო თქვენ კარგად ახსენეთ ახლა ბაიდენის ადმინისტრაციამ ბაიდენმა და თვითონ ამ ლიბერალურმა სამყარომ რომელიც მთლიანად თავიდანვე გაბანონტებული იყო მთელ ევროპაში და მთელ მსოფლიოში და აქაც ვიგზენით ჩვენ მაგათი ეს ბინძური პოლიტიკური ხედვები და მთელი ეს იდეოლოგია კარგად ვიგზენით და ჯერ არა ხო ეხლა ხდები რა 3 წელი გადაუტანია დღევანდელ ხელისუფლებას და პირადად ის ბატონ ბიზნეს რა გადაუტანია ხო ხე ეხლა უყურე ამერიკის პრეზიდენტს რა დღეში აყენები აბა ბიჭო წარმოიდგინე და ამ პატარა 3 მილიონი ქვეყნის ხელისუფლებას და იმ ერთ კაცს რა დღეში ჩააგდებდნენ და ამათ რა წნეხს მარტო ამ წნეხის გაძლებისათვის სამადრობელოა ეს ხელისუფლება. ხო, ამიტომ არის, ნახეთ ახლა რა ხდება. აი ამბობთ რომ პუტინი დიქტატორია. პუტინი შეიძლება რომელიმე იმისთვის ქვეყნისთვის დიქტატორი და დამპყრობელი, მაგრამ თავის ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტია, არაჩვეულებრივი. არა, რატომ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის კარგი? რატომ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის კარგი, ხო? ბათალი დანდებით, ხო, მაგაში, მაგრამ ისიც ჩვენი ბრალია, რომ ჩვენ მათთან მიმართებაში ძალიან დღემდე ცუდ დამოკიდებულებაში ვართ. ჩვენი ბრალია არის. ჩვენ თავის დროზე რომ სწორი პოლიტიკა აგვერჩია 90-იან წლებში, მე 90-იან წლებს ვამბობ. რო დაიწყოს საბჭოთა დაშლის პროცესი და ჩვენ გონირული ნაბიჯები გადაგვედგა რუსეთთან მიმართებაში, დღეს ჩვენ ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდით. მაგრამ იქიდან მოყოლებული ყოველთვის იძაბებოდა სიტუაციები და ყოველთვის ესე იგი მივდიოდით ჩიხში. და დღეს ვაფშე საერთოდ როგორ მდგომარეობაში ვართ, ხო ხედავ? მაგაზე ერთს გეტყვი. კიდევ ვერ ბედავენ. ახლა რა არის, იცი, დღეს ისე სხვათა შორის თუ გაბედავს ქართული ოცნება და დაიწყებს რაღაც გარკვეულ ურთიერთობას რუსეთთან, ხო? იმაზე მეტ დარტყმებს ვერ მიიღებს, რაც ახლა მიიღეს, ხო? და ამიტომ შეუძლიათ მათ თამამად ეს ყველაფერი გააკეთონ. და რაღაც გარკვეული დიალოგი აუცილებელი არის. მეზობელია შენი, ხო? აუცილებელი არის. შენ მასთან გარკვეული დიალოგი უნდა დაიწყო. არაერთხელ იყო მათი მხრიდან უკვე და არის დღემდე რაღაც მინიშნებები, რომ ჩვენ უნდა დავსვას და ვისაუბროთ, მაგრამ ახლა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ და სხვა 2 წუთით გეტყვი რაღაცას. კი. მართალია 90-იან წლები რო ახსენეთ მინდა ერთი რაღაცა. იმ პერიოდში 90-იან წლებშიც რა მოხდა იცით? რუსეთში დამპალი ხელისუფლება იყო. ამერიკელი, აპროამერიკული. ამერიკელების აგენტურა იყო. ამიტომ 90-იან წლებში ჩვენ უფრო სხვა ტიპის ლიდერი გვჭირდებოდა.
ზოგადად გამსახურდეს საქართველოს უყურდა ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ ზოგადად გამსახურდეს არ იყო დიპლომატი ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ის ყველაფერს რასაც ჩვენ მივკიდეთ, ზოგადად გამსახურდეს შეცდომი. ერთია სამშობლო გიყვარს და მეორეა დიპლომატია. ხო, მაგრამ მას გარემოც ვაყავდა ისეთი რომ რა თქმა უნდა. მაგრამ პირიქით სხვაგან გამიახანა. რუსეთშიც არ იყო კარგი ხელისუფლება. რა თქველცის როცა დღეს მაგალითად დღევანდელ ხელისუფლებას რო ახსენეთ მაგაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ორი სიტყვით მინდა მე არაერთხელ მithქვია რომ და ვამბობ და მინდა რომ გავიმეორებ პატრონატის. მოგიწოდებთ ხელისუფლება. მოგიწოდებთ თქვენი ქვეყნის საკეთილდღოდ გადანაბიჯები და სასწრაფოდ აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. მტერს თუ არ დაელაპარაკეთ, ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებ, მტერს უნდა ესაუბრო სულ ყოველთვის. უნდა განიხილო თემები ბატონისთან რომ მოაგვარო. ჩვენ ბატონო ჯუმბერ, აი რა თქვენ ბრძანეთ ახლა თქვენს მეც და კიდევ ვართ რამოდენიმე ექსპერტები, რომელიც მაგას წლებია ვამბობთ. კი, რა თქმა უნდა, რა. ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენ რეალური სურათი ვიცით. ჩვენ ვიცით რა არის და რა შესაძლებლობები აქვს რუსეთს. ჩვენ იმასაც ვამბობდით, როგორც თქვენ ისე მეც და სხვა დანარჩენებიც ტელეეთერებთან და კონფერენციებზე და იმასთან რომ აი უკრაინა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გვეზახოდნენ რომ აუ რას ამბობთ, თქვენ ტრები ხართ საქართველოში და რუსეთუმები ხართ. ჩვენ ვაკეთებთ სწორ შეფასებებს და გამოდიოდნენ ეს გაყიდული სამხედროები, ექსპერტები და უკვე კრემლში იჯდნენ პუტინის კაბინეტში და უკრაინის დროშას აფრიალებდნენ. ხო? ასე ატყულებდნენ ხალხს, ხო? ჩემი საქმე არა ის ვისაუბრო, რაც მე მსურს. ხო, რა თქმა უნდა. ჩემი საქმეა რომ რეალურად აღწერო რეალურად. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, ბიჭო, ეს ხო როგორც 2x2 4 არის, ხო? ასე არის. ბიჭო, მოდის 20 ტანკი და უპირისპირდებ ერთ ტანკს. ერთ ტანკს. ლოგიკა სად არის? სად არის ლოგიკა, ხო? სად არის ხო აგრია? ხო ხტები, აი რაშია საქმე. ეხლა თქვენ ახლა შეიარაღება ახსენეთ. და შეიარაღება, რომელიც შეიარაღებასაც ევროპა ამბობს, რომ ჩვენო ესე იგი გადაიარაღება უნდა მოვახდინოთო, ამ გადაიარაღების საფუძველზეო ჩვენო უნდა გავაუმჯობესოთო მთელი ეს სამხედრო ნაწილებიო და გადავიყვანოთ ახალ იმაზეო რაღაც სტანდარტებშიო. ჯერეთი სრული გადაიარაღება რო დაიწყოს ევროპის ქვეყნებმა, ამას წლები უნდა. მეორე თქვენ ხმის არ იყოს, იმას უნდა უამრავი ენერგო რესურსები. მე მესამე თუ რამეს რაღაცა იქ შენაერთები იყო შერეული სწორედ აი ამ გინ ტანკის დამზადებაში გინ საცხოვრებელი რუსეთშია ყველაფერი რუსეთში იქიდან ღებულობდნენ ხო ყიდულობდნენ იქიდან გაცვეს ყველაფერი და მე ეხლა რა შეიარაღებას აწვდიდა ახლა ევროპა და ევროკავშირი უკრაინას მე გეტყვით ეხლა ყველა ის საბჭოთა კავშირის დროინდელი დარჩენილი ტექნიკა და შეერაღება რაც იყო ბაზებში და დაკონსერვებული და სხვათა შორის ჩვენს ყიდულობდით საქართველოს ყიდულობდა თავის ძოზე ევროპიდან ამ ტექნიკა შეერაღებას ხო სულ ყველა იმათვის ახლა მათი უტილიზაცია იყო უფრო წამგებიანი იყო დაგეფული მოიგო წამეიგია თქვენ მაქსიმკა ტყვიამქრებები გაუგზადეს ბიჭო საათ ქონდა მაქსიმკა რო იყო ტყვიამქრებები ხო ისი რადიატორი რო ქონდა ზემოთ წყარსვას ისინი გაუგზავნეს კაცო და ისინი იყო წინახაზე და მე ბმპ-ერთები სულ ევროპიდან შევიდა და ვარშავის ხელშეკრულების დროს ხელშეკრულებაში ყოფილი ქვეყნები რაც იყო სულ რუსული ტექნიკით იყო ვერაწარმოებდა და აგზავნიც ქონდა ხო რა თქმა უნდა ანუ მათმა თელი ეს რუსული ტექნიკა და შეერაღება რაც იყო ხო ჩაყარეს უყოლაფერი უკრაინაში რომელსაც ვერაფერი ვერ გააკეთა თითქმის წყობი და გამოსულები იყო ნახევარზე მეტი წარმოიდგინეთ ამითაც პუტინმა მოიგო რა თქმა უნდა ჯარს გადაადნობს და გამოუშვა ხო და თუ რამე მიცა დაუშვათ ეხლა თავისი რაღაც თვითონ და ახალი ტიპის ტანკები და ახალი ტიპის რაღაცა ისენიო ისიც ისა ძალიან მცირე რაოდენობა და რატომ მიცა იცი აინტერესებდა აბა რამდენად ეფექტური იქნებოდა ის ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ აღმოჩნდა რომ ეს ნოლი აღმოჩნდა ეს ტექნიკაც კაი და შეწყვიტეს უკვე შეაჩერეს რომ არ უნდა თქვათ ესე იგი გაპაზრდეს შეცხრენ და ის F-16-ზე ძლევა იყო საუბარი ხო 1 და 2 რომ გააქრეს და იმასაც ეგეს უკვე ეს რა ქვია ესეც შეაჩერეს გაიგე ანუ ეხლა რა გზები დარჩენია ევროპას ბატონ ჯუმბერ იმასთან დაკავშირებით რომ თავიანთ მიერ დაგებულ ხაფანგში თვითონ გაებენ და როგორ უნდა გამოწვენ ამ სიტუაციებიდან ამ კითხვაზე გულწრფელად გიპასუხებ თუ შემბირდები რომ ჩემი სიტყვების ასრულების შემდეგ ამ გადაცემას ორჯერ მაინც გავუშვებ კიდე კი აუცილებლად ძალიან უახლოეს მომავალში ევროპის ყველა ლიდერი მუხლდა ჩოკილი მივა ტრამპთან და ასევე მივლენ პუტინთან მუხლდა ჩოკილი ასე აი
4-ზე მივლენ და ყველა ულტიმატივს შეუსრულებენ ტრამპსაც და პუტინსაც. ეხლა გავაგზავნოთ კითხვაზე პასუხს. კი ბატონო. ეს დავიმახსოვროთ, ეს გადაცემა კარგად შეინახეთ არქივში. ევროპას ბატონო ტრისტან არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ მან რაიმე გადაიარაღება მოახდინოს. ეხლა უყურეთ. რუსეთის ტერიტორია ამდენი 17 მილიონ ნახევარი კვადრატული მეტრია. და ამ 17 მილიონ კვადრატულ მეტრზე რაც მეტალურგიულ ქარხნები იყო, ყველა არის გადართული შეიარაღების გამოშვებაზე. კი ბატონო. ადრე თუ რაიმეს უშვებდნენ, ხო, ეხლა ტრაქტორებს ან რაღაცა, ყველა უშვებს შეიარაღებას. გამიგეთ. ევროპას არც ენერგორესურსები აქვს, არც წიაღისეული არ აქვს იმის და არც დრო, რომ ისეთ გადაიარაღება მოახდინოს, რომ დაუპირისპირდეს რუსეთს. და რომელ რუსეთს? კაცმა გამოვიდა პირდაპირ საჯაროდ მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ თქვენ ხო ხართ ასეთ ძლიერებიო. უკრაინაში ერთ რაიონშიო დააყენოთ თქვენი ყველას საეროდ თავდაცვაო. ყველაფერი რაც რომ გავთო თავდაცვითი მექანიზმი. არეშნიკსო ვესრიო და ნახოთო ერთიო რა როგორ. ამ ფრაზების შემდეგ რომ მთელი ევროპული მედია ლიდერები რომ გასუსულიყო ერთი კვირის განმავლობაში, იმის შემდეგ რომ შენ გამოდიხარ რომ მე უნდა გადანეარღდი, მაგრამ 2 წლის წინ გერმანიაში ჩატარდა კვლევა. და კვლევა მაჩვენა და კითხვა იყო ერთი, წახვიდოდი თუ არა შენ საომრად. და 3%-მა აჩვენა რომ წავიდოდნენ საბრძოლოდ. გერმანიაში კაცი კარგად ცხოვრობს, იმას რაც უნდა ომში წასვლა და სიკვდილი რა თქმა უნდა ომი არის ასოცირებული სიკვდილი და ხო? ომი უნდა მშიერ ადამიანს. ხო, იქ მუშაობა, არ მუშაობა, ჭამ და სახელმწიფო გარჩევს. თუმცა ეხლა კითხვით ინიშის ქვეშაზე ეს. იმიტომ ისინი ღებულობდნენ რუსეთიდან იაფ ენერგორესურსებს და იმით იყო ისეთი ძლიერი. ეხლა რა გააკეთა? თან მეორე, საიდან უნდა გადაიარაღება მოახდინონ ამ ხალხმა, როცა მათი ეს სამეწარმეო საქმიანობა გადის ქვეყნიდან. იმიტომ რომ ელექტროენერგიაო, ძვირია უკვე ხსუ ყველაფერი ინვესტიციები აღარ შემოდის. არაფერი, ხო, და ხალხები გადიან ამერიკაში გადიან. ფორდის ქარხანა დაიხურა. ხო, გადიან. და საიდან უნდა გადაიარაღოს? ეს ერთი. და მეორე ეს წიაღისეული სანანახო. საიდან მოაქვს? საიდან მოაქვს? ახლა რომ გაიქცა ეს გაუგებარეს კეს წარმომადგენელი ევროკავშირის თავმჯდომარე ინდოეთიდან რო ჩავიდა და უვადო ისა რაღაც ვაჭრობის ის დავამყარო თუ რაღაც ბაჭო ჩვენ გვიგზალავენ ინდოეთთან და მასალე სხვასთან კავშირთან თვითონ გარბიან ხო ირანში გარბიან ინდოეთში გარბიან და დაინახავთ რომ 2 თვის შემდეგ რუსეთში გაიქცევა ყველა ევროპელი ლიდერი და ხელშეკრულების გამო სხვადასხვა პუტინმა თავის თავრობას დაავალა რომ მოემზადეთ ამერიკული ინვესტიციების დასახვედრად. ალბათ იცის იმ კაცმა როცა ამას ასე რომ ბატონო ტრისა თქვენ კითხვაზე მაგ პასუხი ასეთი. არანაირი პრაქტიკული თეორიული შანსი არ აქვს ევროპას რომ მათ მოასწრან არც დრო თეორიულად დროც არ აქვს რომ რაიმე ისეთი შექმნა რომელიცაც ამერიკის გარეშე რუსეთს შეეწინააღმდეგოს. ეს ერთი. და მეორეც კიდევ ერთხელ დააღვნიშნო. ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთში ვერ მოძოვენ ვერასოდეს. ეს ისტორიულად ეს ხალხი ერთად ვერც იბრძოლებენ. და ერთ მაგიდაზე ვერ შეჭამენ. ეს ეხლა სოფლიოს დასანახად თითქოს ერთად ერთმანეთის დანახვა არ აქვს. და იმათ ბუნებრივი ისტორიული ამოქმედებს რა თქმა უნდა. ასე რომ ევროპის გადაიარაღება ეს სისულელე ეს არის უბრალოდ საზოგადოებას ნაცრის შეკრა და ასე შემდეგ და ასე ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ ცდილობა რომ თითქოს ტრამპს რაღაცა მოაჩვენო აი თუ შენ ვიღარ დამიჯერეთ ჩემი სიტყვები არასოდეს უკან არ წამიღედა მას გავიმეორებ მანამდე არ მოხდება მალე მოხდება ყველა ევროპელი ლიდერი მუხლდა ჩოქილი მივა ტრამპთან თხოვნით მუდარით რომ დაულაგო სიტუაცია რუსეთთან. და ერთი შეკითხვა კიდევ ბატონო ჯუმბერ და შემდგომ ალბათ ჩვენი გადაცემის დროს ამოიწურება. ნახეთ ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მოსვლამდე ის ხმამაღლა ამბობდა რომ მე ამობს დავამთავრებ. ამბობდა მას ხმამაღლა და დღესაც იძახის ამას და დღეს პირდაპირ უთხრა ზელენსკის რომ მე ამ ომის დამთავრება მინდა. რომ ხალხი იხოცება ეგ და პირდაპირ უთხრა, აიგე.
პირდაპირ უთხრა ზელენსკის, რომ შენ სპეკულირებ იმ ადამიანებზე, რომელთაც იქ იხოცებიან. მილიონობით ხალხი იხოცება. მილიონი ადამიანი სიცოცხლეებს სონათო რა. სონათო სიცოცხლეებს. ხო, პირდაპირ უთხრა, ხო, მესამე მსოფლიო ომის ეთამაშებიო, ეს ხო პირდაპირ უთხრა, ხო? ხო და ასევე მან დაიწყო გარდა იმისა, რომ ესე იგი ეს სესლის შეწყვეტის საკითხი და სწორიც არის და მან სწორი გადაწყვეტილებას მიიღო, რომ გასაღები ამის დევს რუსეთში. კი ბატონო. როგორც ჩვენი გასაღები დევს რუსეთში, აფხაზეთში და ამერიკაში. ხო, აფხაზეთსა სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, ხო, დევს რუსეთში. ისე გასაღები დევს სად? ამერიკამ გამოვიდა ინიციატივით გამოვიდა უკვე. კი, მე მზათა ვარ უკვე. შენ მორჩა მე. დამთავრდა. მე იქ აღარ მიხედები იმისკენ რომ მას იარაღი მივცე და ყველა დოკუმენტი ვაფშე საერთოდ გააუქმა, ხო? ეგ კი არა, ახლა გუშინ გააკეთეს განცხადება, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ამავდროულად ისა დაზვერვის სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ ყველანაირი რა ქვია სატელიტური მომსახურებები შეუწყდა არადესა ყველაფერი, ხო? სადაზვერვო მუშაობა. თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ ამ დაზვერვას აუგზავნა უკვე. სადაზვერვო დიახა, სწორედ ეგ არის. სადაზვერვო მუშაობა, დაზვერვა როგორ მუშაობს? სწორედ იმ სპუტნიკური მონაცემების ხალხიმაზე მუშაობს და ეს პირადად მე მოვისმინე იმის გამო. მე ხა მეც მოვისმინე, იმიტომ ვიყურებთ, ხო? ხო და ნახეთ კიდევ ელაბაყურებელი ხო ჩვენი ის არ არის. ნახეთ კიდევ რა ხდება ახლა, მან აიღო მიმართულება ხა ილონ მასკის ბიზნესმენია, ესეც ბიზნესმენია და მათმა კარგად იციან ფინანსური მიმოქცევები, ხო? კარგად. რატომ მან ამოიჩემა გინათორა 350 მილიარდი დოლარი, ხო? შესწავლა არა, ამოიჩემა შესწავლა უნდა. არა, რატომ აი ეს ამას ყველაზე მეტად ამას მოკიდა ხელი, რისთვის? და რა არის აქ? ესე იგი მას აქვს ინფორმაცია, რომ ამ 350 მილიარდ დოლარში ნახევარზე მეტი არის უკან დაბრუნებული. თქონდა გათეთრევა, ხო გათეთრევა ეს გენერალური გამო. ამავდროულად ილონ მასკმა გააკეთა განცხადება, ტრამპს გააკეთა თვითონაც განცხადება, რომ ოქროს საცავები უნდა შევამოწმო. ანუ ამას მათ რაღაც გარკვეული ინფორმაციები აქვს ამის შესახებ, ხო? ხო და ნახეთ ახლა ზელენსკი ისახის, რომ მე ამ ხელაფული არ მიმიღია კაცო. საიდან ამ ხელაფული? უკვე დაიწყო მაგაზე. ხო, ფაქტი არის, გესმით რაშია საქმე, რომ ეს თანხა წამოსულია ამერიკის ბიუჯეტიდან, ხო? ეს კლიენტ წამოსული არის. დღეს გუშინდელი ისა დღეს უკვე ფედერალური სამსახურის დირექტორი ამბობს, რომ ჩვენ ამ კუთხით ვიწყებთ გამოძიებასო. კი, მეც მოვისმენე. ხო. ხომ არ არის დაუშვათ აქ მთელი ეს დემოკრატიული პარტიის მთელი ის სახეები და ის ლიდერები, რომლებიც ფაქტიურად მართავდნენ ამ სიტუაციას, ჩართული ამ კორუფციულ და აი ამ ფულის გათეთრების საკითხში და ამავდროულად ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი. ბატონო გენერალო, მინდა გითხრა ერთი რამ, რომ ტრამპს კარგად ესმის ერთი რაღაცა. ტრამპი თუ ვერ დაამარცხებს ამ 3 თვის განმავლობაში ომის პარტიას, რომელიც ეს ომის პარტია ყველაზე ძლიერი ევროპაშია, იმდენად ძლიერი ამერიკაში არ არის, ამდენადაც ევროპაშია, მის პრეზიდენტობას საფრთხე დაემუქრება. არა მარტო ფიზიკური, არამედ პოლიტიკურიც. ტრამპს და მის გუნდს საკმაოდ დრო ჰქონდათ, ჩაეხედათ ყველა იმ წვრილმანში და მინდა ერთი რაღაცა გვერდიდან აღნიშნო ერთი რამ, რომ ტრამპი არ არის ის კაცი, რომელმაც თქვას ის, რაც არ იცის. რა თუ არ აქვს ინფორმაცია, ის ზედაპირულ განცხადებას არ აკეთებს ხოთაშებს. და არც ილონ მასკი. ისინი სწავლობენ და იმის მერე აკეთებენ ამას. ის რომ მთელი ეს ომის პარტია ამ უკრაინის ომით ფულს ათეთრებდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. და ზუსტად ამით სურს დაასრულოს ისინი. შეისწავლონ სად, როგორ და რანაირად. ეხლა უყურეთ, გუში მილიარდ ნახევარი გამოუყო ინგლისმა უკრაინას, მაგრამ ეს მილიარდ ნახევარი დაეხარჯება ისე ინგლისში. და მათ მიეწოდება მხოლოდ ერაყი. ხალხო, ჩვენ ერთი რაღაცა გვავიწყდება. ხო, დახოცონ იქეთ რა. ყოველივე მიწოდებული საბრძოლო მასალა ეს არის რამოდენიმე ადამიანის სიკვდილი. ეს არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რუსი მოკვდება თუ უკრაინელი მოკვდება თუ ვინ მოკვდება. ამას არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო. ტრამპი რატომ ეს სიმპათიურება მე? კაცმა მიხდა, ერთადერთმა კაცმა იმ ფრთაში მიხდა, რომ რუსეთთან გამარჯვების შანსი არ აქვს.
და დაიხოცებიან უამრავი ადამიანები და კაცმა თქვა არ მსურს რომ ეს ხალხი იღუპებოდეს. კითხვას რო დაუბრუნდეთ ის რომ ბაიდენის შვილს თავისუფლებაზე ყოფნის დღეები დათვლილი აქვს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ის რომ ბორის ჯონსონიდან დაწყებული მის შემდეგ ის ინდოელი ვიღაც რო იყო პრემიერი და რაღაცები მერკელის აქეთ წამოსული ვინც იყვნენ გერმანიაში კანცლერები ამათი ბედი რომ უკვე საფრთხის ქვეშ არის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ მე დღეს გენერალი, მოქმედი გენერალის განცხადებას რომ მოусმინე რომ პირდაპირ ამბობს რომ ეს არის ფულის გათეთრების სქემა იყო. ეხლა უკაცრავად მან კარგი ჯუბერთავართლაძემ რაღაცა თქვა, ეს ეჭვიშქვეშ შეიძლება დააყენო. მაგრამ იქაური გენერალი ის მოქმედი გენერალი რომ ამას და თან ის არ არის რიგით გენერალი ხო? ის არ არის ბატონი ტრისტანი გენერალი. რაღაც იქ მოქმედი გენერალი. თანამდებობის პირი არის. თანამდებობის პირია და ის ყოველივე თავის სიტყვაზე პასუხს აგებს ხო? რომელსაც სტომა აქვს ყველა ინფორმაციებზე. ის როცა ამბობს რომ ეს იყო ფულის გათეთრების მექანიზმი ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ევროპა იმიტომაც არ შეშინებული. კიდევ ერთხელ გუშინ ევროპის ლიდერები თვით კანადის პრემიერი ჩავიდა იმის გამო რომ რაღაცა და ითათვირეს ჩვენ ქართულ კინოში ვარ და მოითათვირეს ის რომ 7 ნოემბერში პირველში მოუწია. ანუ ჩვენ ასეთები ვართ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავახორციელებთ ამერიკელების გარეშე. ეს არის. ის რომ მე კიდევ ერთხელ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის 100 დღეში ეს ომის პარტია ვერ დაამარცხა მის საპრეზიდენტო ვარ და მე არ მინდა, მაგრამ ეჭვს ქვეშ დადგება, იმიტომ რომ მან ხალხს შეპირდა მშვიდობა მსოფლიოში. ეს არის სიტყვის კაცი და უნდა მიასრულოს. თუმცა ამ შეხვედრამ აჩვენა რომ თუ და ალბათ ასეც მოხდება ზელენსკი უახლოეს პერიოდში დატოვებს თანამდებობას, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზელენსკი თვითონ ხალხი აუჯანყდება უკრაინაში ეს ერთი მისი ქმედებებიდან გამომდინარე, მეორეც მე არ ვფიქრობ და შეიძლება ვცდები და მინდა რომ ვცდებოდე, მე არ ვფიქრობ რომ ტრამპი მაგასთან კვლავ მოსალაპარაკებლად მაგიდასთან დაждდება და რა დარჩენია ახლა ევროპას და უკრაინას. ან უნდა დათმოს, ან უნდა მიიღოს პუტინის ყველა წინადადება, ან ამერიკა დატოვებს ევროპას და უკრაინას პირდაპირ რუსეთის წინაშე. და როგორც ცხონებულმა ჟირინოვსკი იწინასწარებად ყლა ისე რაც მაგათ თქვა ყველა რიცხვებიც დავთქვი და რუსეთის უკრაინა გახდება რუსეთის ერთ-ერთი შემადგენელი ფედერაციული ნაწილი. ესე იგი ბატონო ჯუმბერ ჩვენ დრო ამოიწურა ძალიან ობიექტური შეფასება იყო თქვენი მხრიდან მიმდინარე მოვლენებზე, მით უმეტეს დღეს აწყდება უკრაინა რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ აქ ჩვენ შიდა პოლიტიკურ ლიდერებსაც მინდა მიმართო და უთხრათ, თვითფასო მეგობრებო, თვითფასო ხელისუფლებაო, კარგია, რასაც თქვენ აკეთებთ, მოგწონს, იმიტომ რომ მადლიერია ქართველი ხალხი, ფაქტი სახეზე არის, რომ საქართველოში უკვე გამოჩნდა რა ბედი, რასაც ჩავარდებოდა საქართველო. ხო, აი გვინდა დღევანდელმა შეგთვინა მდგომარეობა, დაგვანახა საქართველოს დაანახა საქართველოს მოსახლეობა ჩვენს დანახული ქონდა რომ რა იქნებოდა დღეს საქართველოში და როგორ მდგომარეობაში იქნებოდა ეს თქვენ გაგ ჩემპიონები ხართ თამაში მაგრამ ეხლა კი ბატონო ბევრი წინააღმდეგობები გადალახეთ მართლაც სერიოზული ზეწოლების ქვეშ ბრძანდებოდით და ეს ფაქტი სახეზე არის მაგრამ ეხლა ნახეთ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნომერ პირველი ადამიანი ხო რომელიც მთელ სოფლიოში ის არის რა ფიგურა ხო მან ჩათვალა საჭიროდ თუ შეიძლება შეწდეს ცეცხლი და მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში, უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ხო? ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პუტინთან ელაპარაკოთ. ჩვენ რა დაგვემართა, რომ თუ გვინდა რაღაც გარკვეული ურთიერთობების აღდგენა, გვინდა რაღაც გარკვეული ტერიტორიული შენობის აღდგენა, ესე იგი, ეხლა მაინც მივხვდეთ, რომ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს. გასაღები არის რუსეთში ჩვენი რომ ჩვენ დავიბრუნოთ კი ჩვენ დავიბრუნოთ ტერიტორიები დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ ოსი ხალხი და ასე ერთად კარგად და ლამაზად მშვიდობიერად ვიყოთ და ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე ძალიან ბატონო ჯუმბერ მე მინდა მიმართო ხელისუფლებას და ვთხოვ უბრალოდ
და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ მიმდინარე მოვლენებმა. არა, მე ისედაც ვიცოდი იქ რა ხდებოდა, მაგრამ თელმა სოფლიომ დაინახა მიმდინარე მოვლენები და რა პერიოდში ცხოვრობდით ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში. საზოგადოებამ დაინახა თუ რა რთული ეს 3 წელი გადაიტანეთ თქვენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იქ სადაც ამერიკის პრეზიდენტმა ასეთი ქარიშხალი დაატრიალა მთელ მსოფლიოში, თქვენ ამ ტალღებში უნდა მოყვეთ კარგი გაგებით და უნდა გაარღვიოთ ჯადოსნური წრე და სასწრაფოდ უნდა აღადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. მე ხშირად მესმის ერთი რაღაცა, რომ აი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ეს იმას ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ეჭვის ქვეშ დადგება. რა გააკეთე მე ამჟამად? ეჭვის ქვეშ დადგება და ეს იმას ნიშნავს, რომ მე წავა დომინოს პრინციპით აფხაზეთის ტერიტორიების აღიარება და ასე შემდეგ. ჩემო პატივცემულო ტელემაყურებელო. აფხაზეთი გერმანიას უღიარებია თუ არ უღიარებია, რა მნიშვნელობა აქვს? შენი იურისდიქცია მაინც იქ არ მოქმედებს. და თუ აღიარებს გერმანია და რუსეთი მოისურვებს და ჩვენ იურისდიქციაში დააბრუნებს, იქნება შეჯობია. გერმანიის აღიარება საწავა. ანუ დიპლომატიის აღდგენა არ ნიშნავს, რომ დომინოს პრინციპით ვიღაცები აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. არა. მეგობრო, ფინეთის ტერიტორიებია რუსეთს ოკუპირებული. მაგრამ ფინეთს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. რამდენი ტერიტორია აქვს თურქეთს მითვისებული ჩვენ? ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, სწორიც არის. აზერბაიჯანს? ფინეთს რამდენი ტერიტორიები აქვს დაკარგული რუსეთთან, მაგრამ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ეს სწორიც არის. მეგობრებო, მე რას ვფიქრობ, ეს მე კარგად ვიცი, მაგრამ ბატონი ტრისტანი თუ მე არ მომიწევდა აქ და ჩემს ას თვითონ არ მოისმინდა, თქვენ არ მოგასმენინებთ და თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებდით ჩემს ას ვფიქრობ მიმდინარე მოვლენებს. ასეა, მტერს თუ არ დაველაპარაკეთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. მტერი ვერ გაიგებს ჩვენ რატო საერთოდ გადმოცემული სიტყვა ერთხელ პრინციპი გავებილის რაღაცა შეცდომას დაუშვებს. ერთი ბგერაც რომ ამოვარდეს კონტექსტიდან ის იმ მნიშვნელობა აღარ ექნება. ამიტომ ჩვენ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ პირდაპირ. და პირდაპირ რომ დაველაპარაკოთ, ეხლა კარგი მომენტი გვაქვს ბატონო. რა თქმა უნდა, ეხლა გვაქვს უნიკალური მომენტი. შანსები. ეხლა რა ხდება? ომის პარტია ჩვენთვის არ ძალია. რა თქმა უნდა, ამ კაცმა დაატრიალეს ქარიშხალი. ზვავშია ეს, სოფლიო არის ზვავში, ტალღებშია მოქცეული, გამიგე? აქედან გამომდინარე, ამ ტალღებს უნდა მიუყვეთ და სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ. თქვენ ხართ ძლიერი ხელისუფლება. და მარილი მოაყარეთ თქვენს მიერ შექმნილ კარგ კერძს. მადლობა რომ მშვიდობა შეგვინარჩუნეთ და მადლობა რომ დღეს საქართველოს არსებობს, მაგრამ მარილი მოაყარეთ, გთხოვთ, მიბრძანდით რუსეთში და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეთ. თუ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობას აღვადგენთ რუსეთთან, ამით 2-3 თვის შემდგომ ევროპელი ლიდერების კმაყოფილი იქნებიან. მე მახსოვს მერკელი პირადად გვეუბნებოდა რომ რუსეთთან თქვენი კარგი ურთიერთობა ჩვენთვის ეს დიდი სიამოვნება არის. აქედან გამომდინარე, ომის პარტიას ბევრი დრო აღარ აქვს დარჩენილი და გთხოვთ, მიბრძანდით და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოთ. ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დაუდგებთ. ბატონო ჯუბერ, ჩვენ დრო ამოიწურა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისათვის. კიდევ მინდა რომ მართლაც არაჩვეულებრივი შეფასებები არის და ამას არათუ მარტო მე არამედ ჩვენი მაყურებელი გვეუბნება და ამბობს და აფასებს და ასე რომ თვითფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ყოველთვის გვყავს ისეთი სტუმრები, რომელიც სტუმრების სიმართლეს ამბობენ და არავითარ შემთხვევაში მიკერძოებულები არ არიან და ამიტომ არის რომ ასეთი ადამიანებს ვიწვევთ ჩვენ გადაცემებში და შესაბამისად თქვენს ხედავთ და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეაფასოთ მათი რომ ვიტყვი ეს ანალიზი რა ანალიზსაც ის ანალიზის საფუძველზე ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ. კარგად ზარდებოდეთ, დიდი მადლობა მომავალ შეხვედრაზე თვითფასო ტელემაყურებლებმა. კარგად ზარდებოდეთ ბატონო ჯუბერ. მადლობა მოწვევისათვის.